34 წლის წინ საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი ერთი შეკითხვით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეკითხვით თანახმა ვარ თუ არა აღსდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა განაცხადა დიახ და ეს განაცხადნენ აფხაზეთის, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა ქართველებმაც, აფხაზებმაც, ოსებმაც და სხვა ერის წარმომადგენლებმაც. და ახლა იმის ახსნა თუ რატომ ვართ ამ დღეში, ალბათ დიდ დროს აიგებს, მაგრამ დღეს გავართ ფაქტის წინაშე. და დღეს ტარდება მეორე რეფერენდუმი. ვართ თუ არა ღირსი დამოუკიდებლობის და შეგვიძლია თუ არა დამოუკიდებლად ცხოვრება. არ ვიცი რა, მსოფლიო დიქტატურის ისტორიას არ ახსოვს, რომ ადამიანი რაღაცა იყოს გამაგრებული, საერთოდ არ ჩანდეს და სხვები ამტკიცებდნენ მის ძალაუფლებას და სხვები აშენებდნენ დიქტატურას და ზუსტად ამ ასეთ დიქტატურაზე ნაპოლეონს აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები. ყველაზე დიდი ტირანია დაქვემდებარებულთა ტირანია. აი ზუსტად დაქვემდებულთა ტირანიას ვაშენებთ ახლა ქვეყანაში და იგივე ნაპოლეონს დავესესხები. ქვეყნის დასაღებად ერთი არამზადაც კი საკმარისია. და კიდევ ერთ სიტყვას დავესესხები ნაპოლეონს. ხო, თუ ხალხები აღარ ჩივიან, ესე იგი ისინი აღარ ასრულებენ. და დღეს დგას ზუსტად ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, ვაზროვნებთ თუ არ ვაზროვნებთ. გვინდა დამოუკიდებლობა თუ არ გვინდა დამოუკიდებლობა. დღეს ზუსტად არის რეფერენდუმი. ამიტომ მოგიწოდებთ სულ ყველა საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც იმ დროს, იმ რეფერენდუმის დროს, ყველანი ვიყავით ერთიანი, ოსიც, აფხაზიც, აზერბაიჯანელიც, სომეხიც, რუსიც, რა ვიცი, ყველა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, როგორც მაშინ ვიყავით ერთიანი, აი ისე უნდა ვიყოთ ახლა ერთიანით და დღევანდელ რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ და უნდა ვთქვათ, დიახ, ჩვენ ღირსი ვართ დამოუკიდებლობის. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ დამოუკიდებელ ქვეყანას. მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ ყველანი აქციაზე.